საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოვლენილია ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დანაშაულის შენიღბვის მიზნით ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებული და განხორციელებული დანაშაულებრივი სქემა. დანაშაულის ჩადენაში მხილებულნი და დაკავებულნი არიან საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ასევე ყოფილი ფინანსთა მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორის პირველი ყოფილი მოადგილე ნიკა გვარამია. ხრამხესი 1, ხრამხესი 2, შეპესე მტკვარი ენერგეტიკისა და კომპანია თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შეპესე ელენდევ სერვისის დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, სააუდიტო კომპანია გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენის დამფუძნებელი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და იზაბელა გუტიძე. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებითა და ჩვენებებით დადგინდა, რომ ხრამხესი 1, ხრამხესი 2, შეპესე მტკვარი ენერგეტიკისა და კომპანია თელასის მფლობელი კომპანია ინტერრაოს წარმომადგენელმა მიტიუშინმა მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრთან ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში და შესაბამისად თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაგისრება. ხეთაგურისა და ინტერრაოსის მხარის მიერ ამ დანაშაულებრივი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთო ორივე მხარისათვის სანდო პირი დევი კანდელაკი, რომელმაც ზემოხსენებული მიზნებისათვის ალექსანდრე ხეთაგურს შესთავაზა, რომ ქრთამის სახით 1 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდის სანაცვლოდ სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყება და შესაბამისად არ მომხდარიყო ათობით მილიონი ლარის დარიცხვა. ხეთაგური დათანხმდა ამ წინადადებას და აღნიშნული 1 მილიონი ამერიკული დოლარისათვის კანონიერის სახის მიცემის მიზნით კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის მისთვის ნდობით აღჭურვილ პირთან ნიკა გვარამიასთან გააგზავნა, რომელთანაც ხეთაგურს წინასწარ ჰქონდა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოძიებით დადგინდა, რომ ალექსანდრე ხეთაგურთან შეთანხმებით დევი კანდელაკი დაუკავშირდა ნიკა გვარამიას და შეხვდა თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისში, ეგრეთ წოდებულ პიქსელის შენობაში, სადაც გვარამიამ კანდელაკს აუხსნა 1 მილიონი ამერიკული დოლარის გადაცემის შესანიღბავად შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმა. ამის შემდეგ გვარამია დაუკავშირდა მეგობარს გიორგი ნემსიწვერიძეს და შეუთანხმდა ფიქტიურად შეექმნა სრულ მეწარვის მიზნით შეპესე ელენდევ სერვისი, რომლის ფუნქციაც ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობით განისაზღვრებოდა და რისი გამოცდილება ან თუნდაც მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა, რაც რა თქმა უნდა გვარამიამ თავიდანვე იცოდა. შეპესე ელენდევ სერვისი გვარამიას გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს 15 საათსა და 56 წუთზე დარეგისტრირდა ნემსიწვერიძის სახელზე. ამის შემდეგ აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე თითქოს როგორც ამ სამუშაოების შესრულების ერთადერთ წყაროსთან, რაც თავიდანვე სიცრუე იყო ინტერრაოსის კუთვნილი ენერგოკომპანიებიდან ხრამხესი 1, ხრამხესი 2, ასევე მტკვარი ენერგეტიკიდან და თელასიდან თანხები გადაირიცხა. კერძოდ, კომპანია თელასიდან 500.000 ამერიკული დოლარი, ხრამხესი 1-დან 50.000 ამერიკული დოლარი, ხრამხესი 2-დან 50.000 ამერიკული დოლარი, მტკვარი ენერგეტიკიდან 400.000 ამერიკული დოლარი, რამაც საბოლოო ჯამში 1 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ ხეთაგურის დავალებითა და გვარამიას ორგანიზებით, ასევე იმავე გვარამიას უშუალო მონაწილეობით კანდელაკთან შეთანხმებით, იმ ვითარებაში, როდესაც არ არსებობდა არავითარი საჭიროება და აუცილებლობა ასეთი სამუშაოების ჩატარებაზე, გაფორმდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები. კერძოდ, ხელშეკრულებების საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შეპესე ელენდევ სერვისსა და ხრამხესი 1, ხრამხესი 2, შეპესე მტკვარი ენერგეტიკასა და თელას შორის, რაც თარიღდება 2012 წლის 22 აგვისტოში. რითაც შეიქმნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემააღების შენიღბული ფორმა. ეს თანხები ჩაირიცხა შეპესე ელენდევ სერვისის ანგარიშზე.
2012 წლის 30 აგვისტოს მემსიწვერიძემ გვარამიას დავალებით ელენდებ სერვისის საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და გადასცა ნიკა გვარამიას, რითაც ფაქტობრივად დაასრულა აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის განხორციელება. 2012 წლის ოქტომბერში თელასის საინფორმაციო სამსახურმა გამოავლინა თელასის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები. კერძოდ, არ არსებობდა თელასის ცენტრალური შესყიდვის ორგანოს გადაწყვეტილება შპს ელენდებ სერვისისაგან საკონსულტაციო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე. ამან შექმნა საშიშროება, რომ ცნობილი გახდებოდა შპს ელენდებ სერვისის ფიქტიურობა და თანხების ვითომ და საკონსულტაციო საქმიანობისათვის გადარიცხვის სიყალბე. ამ მიზნით მოხდა ძველი რიცხვით დოკუმენტების გაყალბება. გვარამიამ განიზრახა ქრთამის სახით მიღებული ზემო აღნიშნული თანხებისათვის უფრო სარწყმუნო კანონიერი სახის მიცემა, რისთვისაც დახმარებას თხოვა შპს გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენის დამფუძნებელს და მის პირად მეგობრებს იზაბელა გუტიძესა და კახა დამენიას. მათთან ერთად შეიმუშავა ქრთამის სახით აღებული თანხის სარწყმუნო სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის გზები და 2012 წლის 27 აგვისტოს თარიღით შპს ელენდებ სერვისსა და შპს გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს შორის შედგენილი იქნა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, ფიქტიური ქვეკონტრაქტორის ხელშეკრულებები, ხრამხესი 1, ხრამხესი 2, შპს მწვარი ენერგეტიკისა და თელას შორის საკონსულტაციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია დამენიასა და გუტიძისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის შესწავლით დაინტერესდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით დამენიას პირად სეიფში მოთავსებული იქნა თითქოს და შპს ელენდებ სერვისის სალაროს ნაშთის თანხა, რაც გამოძიების მიერ იქნა ამოღებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 339 მუხლის პირველი ნაწილით, 362 მუხლის მეორე ნაწილით, 200 მუხლის მეორე ნაწილით და 193 მუხლით.